დიდიღამში პეტრე იბერის ქუჩაზე ალფა სახლი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ურბანულ პროექტს სხვა უბანს აშენებს. ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, სადაც გაერთიანებულია 22 საცხოვრებელი ბლოკისგან შემდგარი 14 კორპუსი, 2 საბავშვო ბაღი, სკოლა, საოფისე და კომერციული ფართები, გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები და ასევე სპეციალური ზონა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც. რა შესაძლებლობებს ქმნის სხვა უბანი, უფრო მეტ დეტალს ნინი გიგიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გაიგებთ, რამდენიმე წუთში კი პროექტზე და მის წინა საახალწლო შეთავაზებებზე ვცვლად სტუდიაში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ალფა სახლის სხვა უბანში, რომელიც შენდება პეტრე იბერის 13 ნომერში. აქ გახლავთ 22 კორპუსიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ამიერკავკასიაში სიდიდით პირველ ადგილს იკავებს. ამ ტერიტორიაზე იქნება 6 ჰექტარი გამწვანებული სივრცე, ანუ 60,000 კვადრატული მეტრი, სადაც არ მოხდება სამანქანო მოძრაობა. აქ იქნება მხოლოდ საფეხმავლო ბილიკები და დაინტერესებულ პირებს ფართი მარტივად რო წარმოვადგენინოთ, თითქმის გახლავთ ტკიკვიძის პარკის ხელა და დიდიღომში არსებულ პარკზე 4-ჯერ უფრო დიდია. ამ ტერიტორიაზე ჩვენი მობინადრეებისთვის მოეწყობა 4 სპორტული მოედანი, საბავშვო ტერიტორია, იზოლირებული გარემო ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. გვექნება 2 საბავშვო ბაღი, სკოლა. ასევე თითოეულ კორპუსს ექნება ალფა სახლის მხრიდან გარემონტებული ლობი და მოვაწყობთ სივრცეს დამხმარე პერსონალისთვის, მებაღეებისთვის, დიასახლისებისთვის. რითია გამორჩეული ზოგადად ეს პროექტი და რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა კომპანიისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება? 23 წელია უკვე ალფა სახლი ბაზარზე გახლავთ და ამ პერიოდის მანძილზე გვაქვს 19 დასრულებული პროექტი. თუმცა ასეთი მასშტაბის ნამდვილად ჯერ არ გქონია. ეს გახლავთ როგორც ჩვენთვის, ასევე ამიერკავკასიაში სიდიდით პირველ ადგილზე მყოფი პროექტი. და სიდიდესთან ერთად არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მობინადრეებისთვის ჰქონდეს იზოლირებული და კეთილმოწყობილი ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე ჩვენ სხვა კარკასის კონდიციით ვაბარებთ ბინებს, რაც არის ალფა სახლის მიერ დანერგილი და ნათქვამი სიტყვა უძრავი ქონების ბაზარზე. სხვა კარკასის კონდიციით, როდესაც ჩვენი მობინადრე ჩაიბარებს ბინას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ექნება მწვანე კარკასის გაუმჯობესებული ვერსია, რა დროსაც ივიწყებს ყველანაირ შავ სამუშაოს და ბინაში შედის მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის გასაკეთებლად, შპალერი, კაფელი, მეტლახი. ჩვენი მხრიდან დამონტაჟებული იქნება ბინაში შესასვლელი რკინის კარი, რომელიც იქნება ცეცხლგამძლე, მოჭიმული იატაკი, ეგრეთ წოდებული სწიაშკა, რომელიც იქნება სველ წერტილშიც კი. შიდა ტიხრები ამოყავს 10 სანტიმეტრიანი იტონგის ბლოკით და მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ბლოკზე, ეს გახლავთ სპეციალური პროდუქტი თბოიზოლაციისთვის და ასეთი ბლოკით აშენებული ბინის შემთხვევაში კომუნალურის გადასახადი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბლოკით აშენებულ ბინაში. ამ ტიხრებს ჩვენ შემდეგ ვლესავთ პერლიტის და თაბაშირის ნაზავით, რაც გახლავთ სპეციალური პროდუქტი ხმის და თბოიზოლაციისთვის. რაც შეეხება აივანს, აივანზე აბსოლუტურად ყველანაირი საქმე სრულ რემონტამდე არის ჩვენი მხრიდან გაკეთებული. იქნება გამოსასვლელი შავი ფერის მეტალოპლასმასის კარფანჯარა 2 მექანიზმით, გაღება გადმოწევით და 2 მინაპაკეტით თბოიზოლაციისთვის. ექნება მოაჯირი ან შუშის ან რკინის იმის მიხედვით კონკრეტულ სართულს ფასადზე რა უწევს. აივანზე მეტლახი იქნება დაგებული და ცენტრალური საქვაბე ადგილისთვის კარადა გამზადებული. რიცხვს ვაყენებთ შუბზე, წყალზე, გაზზე, ბინას აბონენტად ვარეგისტრირებთ და სახლში ვაკეთებთ დაქსელვას. ცენტრალური გათბობის, ბუნებრივი აირის, წყლის და გაზის ქსელი იქნება ჩვენი მხრიდან გაკეთებული. ანუ, როდესაც მობინადრე შემოვა, საერთოდ აღარაფერს აღარ გააკეთებს თავად კოსმეტიკური რემონტის გარდა. დიდი დიღომი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უბანი გახლავთ და არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი. ამ პროექტში, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვაშენებთ 22 კორპუსიან საცხოვრებელ კომპლექსს და თვის მანძილზე 100-დან 150 ბინამდე ხდება გაყიდვა. გვაქვს წინა საახალწლო შეთავაზება. ალფა სახლის სხვა უბანში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეიძინოთ ბინას 3 განსხვავებული პირობით. ეს გახლავთ ფასის კორექტირება, ყოველთვიური გადასახადით 50%-ით შემცირება და მესამე არის, რომ ბინას ჩაიბარებენ სხვა კარკასის კონდიციით, თეთრი კარკასის კონდიციის ნაცვლად. და ამ პირობების და დეტალების გასაცნობა შეუძლიათ ამობრძანდნენ აქ, პეტრე იბერის 13 ნომერში, ან წერეთელზე სათაო ოფისში 117 ნომერში.